ინფორმაცია გქონდეს ჩვენთან შედარებით. გიორგი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. საინტერესოა თქვენ რას გვეტყვით, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ორკვირიანმა, ასე ვთქვათ, მშვიდობამ, ეგრეთ წოდებულმა 24 საათიც ვერ გაძლო. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ეხლა ჯერ რა თქმა უნდა დადასტურება სჭირდება ამ ფაქტ მეორეც ირანსა და ისრაელს შორის ეს მშვიდობა ძალიან მყიფე იყო. ჩვენ გვესმოდა უკვე განცხადებები, ხო? ირანმა განაცხადა, რომ თუ ლიბანში არ დამყარდება მშვიდობა, ის გამოვა ამ შეთანხმებიდან, მაგრამ ზოგადად რო ვთქვათ, ეს ჩვენ ისრაელ-ღაზის მოლაპარაკებებშიც არაერთხელ გვინახავს, ხო? რამდენიმე რაუნდია საჭირო, რომ საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტა დადგეს, იმიტომ რომ ძალიან ხშირია რეციდივის მცდელობა, ძალიან ხშირია დარღვევა. მით უმეტეს ირანის შემთხვევაში, როდესაც თქვათ სამხედრო ნაწილები თქვათ ავტონომიურად მოქმედებენ, სანამ მათ ბრძანება ჩავა, მათამდე ეს ძალიან პრობლემულია. ზოგადადაც, რა თქმა უნდა, ეს მზავი ძალიან მყიფეა, შენარჩუნა თუ არა ამის მიუხედავად ძალიან მყიფეა და საშიშროება არსებობს. მეორე მხრივ, ამ მზავს ის ბენეფიტი ჯერჯერობით ჰქონდა, რომ თქვათ ნავთობის ფასმა დაიწია და საფონდო ბირჟა გაიზარდა. კი ბატონო, ანუ ძალიან ბევრს აქვს ეს შეკითხვა, რეალურად იყო თუ არა ტრამპი წამსვლელი იმაზე, რასაც მისი მუქარა შეიცავდა, სხვა შორის ჯეი დევენსის განცხადებებიც მოყავდათ დასტურად, რომელმაც თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ აქვს იარაღი, რომელიც ამ ომში არ გამოუყენებია. ხო, აქ ახლა რა თქმა უნდა, კითხვა შეუძლია თუ არა, სამხედრო პოლიტიკური კითხვა, რა თქმა უნდა, სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლიათ ცალსახად ამერიკის შეიარაღებული ძალები 10-ჯერ და 1000-ჯერ ძლიერია ირანზე, ამ ხრივ კითხვები არ არსებობს, აქ არის მთავარი კითხვა. იმის შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტრამპი ამას გააკეთებდა, რა შეიცვლებოდა, ანუ ირანის თქვათ ქვინს ხანაში განდევნას, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს, იმიტომ თუ ამოცანა არის ჰორმუზის სრუტის გახსნა, დაბომბილ ირანსაც შეუძლია იმ დონის საფრთხის შექმნა, ხო, ყოველ მეხუთე ან მეათე ტანკერი რომ დააზიანოს ირანმა, უკვე რისკები იმდენად გაიზრდება, რომ არც ერთი მზღვეველი არ დააზღვევს იმ ტანკერებს და არავინ, ასე ვთქვათ, უსაფრთხოდ თავს არ იგრძნობს და ასეთი რისკის მინიმიზაცია ვერც ერთი დაბომბვის კამპანია ვერ შეძლებს, ხო, იმიტომ რომ ჰორმუზის სრუტე ძალიან ვიწროა და ძალიან ისეთი არა მაღალ ტექნოლოგიური იარაღითაც შეგიძლია რაღაცა პრობლემების შექმნა. შესაბამისად, კითხვა არ არის გამკეთებელი იყო თუ არა ტრამპი. კითხვა უნდა იყოს რომ გაეკეთებინა, რა შედეგს მოიტანდა და შედეგს იმის გარდა რომ თქვა ირანს თქვა შუქი არ ექნებოდა და ხიდები არ ექნებოდა, ის მიზანი თუ არის რომ სრუტე გაიხსნას, არ ამგონია ეს მიზანი მოეტანა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ რა, სრუტე ირანს დაბლოკილი აქვს არა გემებით, რომელიც ირანს არ ყავს, ეს საერთოდ დე ფაქტოა სრუტის ბლოკადა, ხო, დე იურე ირანი ატარებს რაღაც გემებს და რაღაც გემებს ვთქვათ საფრთხეს უქმნის და ამ ფაქტის მინიმიზაცია ვთქვათ დაბომბებით ვერ მოხდება. მეორე კიდე ვთქვათ დაბომბებით ჩვენ გვინახავს ხო იემენი და ღაზა, როდესაც იემენს არ ვიცი 5-6 წელია ბომბავენ და მაინც რეჟიმი დგას და ღაზა ხო 300 კვადრატული კილომეტრია და 2 წელია. ხო, ომი გაგრძელდა და შენობა აღარ დარჩა ღაზაში, ამის მიუხედავად ხამასის ნარჩენები დაზიანებული, მაგრამ გადარჩა. შესაბამისად, საკითხი თუ არის შეუძლია თუ ამერიკას ყველა ხიდი გაუნადგუროს ირანს, ალბათ დადებითია პასუხი, მაგრამ ეს მოიტანს თუ არა სასურველ შედეგს, ეს ძალიან საკამათოა. სხვა შორის აი ამ ომს ირანში სხვა ფრონტიც ქონდა, ვგულისხმობ ტრამპის დაპირისპირებას ნატოს წევრ ქვეყნებთან. მაშინ, როდესაც ამ დროებითი ზავის შესახებ გახდა ცნობილი, ვნახეთ, რომ დაახლოებით 15-მა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით საკუთარი მისია გაეგზავნათ, ხომ? აი როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა, არ ვიცი, რა პოზიციას დაიკავებენ ისინი, ხომ არ გადახედავს იგივე საფრანგეთი, ესპანეთი თავის თავდაპირველ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.
ну ეს მე ცოტა მაგონებს აი დაპირებებს რომ უკრაინაში 50000 70000 და რა ვიცი 30000 ჯარისკაც გააგზავნიან ომი რო დამთავრდება და ამერიკის სამხედრო გარანტიები რო იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ უფრო მითიურია ვიდრე რეალური ომის დაწყებამდე არანაირი პატრულირება არ ჭირდებოდა ხო ჰორმუზის სრუტეს და დღეში 160 თუ არ ვცდები 160 ტანკერი გადიოდა და თუ ირანი დათანხმდება ამის გატარებას მე ვერ ხვდები პოსტფაქტუმ ამ პატრულირების მისიამ რა უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ თუ საფრთხე შენარჩუნდა ისინი ამ გემებს არ გააგზავნიან იმავე მიზეზით რა მიზეზით და დღეს არ აგზავნიან ერთი რომ გემი პატრულირება ვერანაირად ვერ შეამცირებს იმ რისკს რომ რა ვიცი მეათე ტანკერს რაღაც ესროლონ მეორეა რომ ძალიან ვიწრო სრუტია და თავად გემებს შეიძლება საფრთხე შეექმნას და ალბათ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რომ კი ამერიკის შეერთებული შტატები პრეტენზიას გამოთქვას თქვა ნატოს მოკავშირეებისადმი მაგრამ თავადაც ამერიკის ფლოტი ჯერჯერობით არ არის შესული ჰორმუზის სრუტეში და ეს ხო რაღაცას გვეუბნება რატო სოფლიოს უძლიერესი არმადა თუ არ შედის ჰორმუზის სრუტეში ეხლა საფრანგეთს იტალიას და ესტონეთს რა უნდა მოთხოვო იმას რომ თავი დავანებოთ რომ ნატო არის თავდაცვითი ალიანსი ერთ-ერთი ნატოს ეს საერთოდ არ ეხება თუ ნატოს თავს არ დაესხმები მაგრამ ინდივიდუალურ ევროპული სახელმწიფოები რო ავიღოთ მათ არაფერი არ შეუთანხმეს ერთი მანამდე ვიცი ჩვენ ეს დაპირისპირება გრენლანდიას და ბოლოს რა სამხედრო შესაძლებლობები აქვს ეგეთი ხა რა ფლოტი გაქვს რომ კიდე ჰორმუზის სრუტეში გაუგუშტან და ბოლოს ისიც უნდა აღინიშნოს რომ ამ ბოლოს უკვე სამხრეთ კორეას და იაპონიასაც წარუდგინა ხო დონალდ ტრამპმა პრეტენზია რომ ისინიც არ დაგვეხმარნენ მოკლედ ბატონო გიორგი აი ბოლოს მინდა აუცილებლად კითხოთ ამ ვითარებაში ყველა ამბობს რომ თვითონ თუ გამარჯვებული არა აი გაძლიერებული გამოდის ხომ ყველა თავის უპირატესობის მტკიცებაში არის ამ შემთხვევაში შეგვიძლია თუ არა ამ ეტაპზე ვთქვათ რომ რეჟიმის ცვლილების გარეშე ირანი მართლაც არის ძალიან დასუსტებული და ამერიკას და ისრაელს შეუძლიათ უპირატესის პოზიციიდან აწარმოონ მასთან შემდგომში მოლაპარაკებები. Ну, ამ ზამს რო ორივე მხარე გამარჯვებად გამოაცხადებდა, ეს თქვათ მოსალოდნელი იყო. ირანისთვის რა არის გამარჯვება, ხო? ირანისთვის გამარჯვება არის, რომ სამხედრო მოქმედებების ნებისმიერი ფორმით დასრულების შემდეგ თუ რეჟიმი ფეხზე იდგა, ანუ ფრე, ყაიმი როგორც გადარჩენა უკვე გამარჯვება ირანისთვის, იმიტომ რომ სამხედრო უპირატესობა, ასე ვთქვათ, ომის დაწყებამდე და დღესაც უპირობოდ ამერიკის და ისრაელის მხარეზეა, მაგრამ ირანს აქვს რაც ქვია ძალაუზალოთა, ხო? რომ ის მცირე სამხედრო შესაძლებლობებით მაქსიმუმი ზიანის მიყენება. ირანის გათვლა არის, რომ მე გავუძლებ ამ და თქვენ გაუძლებთ $200 რო გახდება ერთი ბარელი ნავთობი. აი ეს არის ირანის გათვლა. ხო, ხა ამერიკის და ისრაელის გათვლა ხა პირველ თავის სიტყვას თუ გავიხსენებ პრეზიდენტ ტრამპის 28 თებერვალს იყო დემილიტარიზაცია, ანუ სამხედრო შესაძლებლობების განადგურება და ნუ იმ ბოლოსკენ ირანელ ხალხს მოუწოდა რომ ხელისუფლება თავი აეღოთ, ანუ რევოლუცია. დეკაპიტაციაც ასე თქვა თავისკვეთა რეჟიმის მიმდინარეობს და მაგრამ აქ რამდენიმე საკითხია ერთი რომ დემილიტარიზაცია იმ კუთხით რომ დასუსტდა ირანი და თქვა ფლოტი აღარ ყავს რაღაცა ბირთვული შესაძლებლობები პირველი 12 დღიანი ომის შემდეგაც ძალიან დასუსტებული ჰქონდა ალბათ აღარ აქვს და უამრავი ქარხანა დაუყოვნეს დასუსტებულია უამრავი თქვათ თავისკვეთა რეჟიმის შედგა მაგრამ რასაც თქვათ ექსპერტები ეძახიან ირანის deep state ანუ ეს უსახო ბიუროკრატია რომელიც თქვათ ინსტრუქციების განაში ავტონომიურად მოქმედებს ეს ჯერჯერობით შენარჩუნებულია და ჯერჯერობით რეჟიმი დგას და მინიმალურ თქვათ სამხედრო შესაძლებლობებს რო წინააღმდეგობა გაწიოს ასევე ინარჩუნებს შესაბამისად ხა ორივე მხარეს შეუძლია შეიძლება თქვას რომ აი ჰორმუზის სრუტე გაიხსნა შესაბამისად ეს მათი გამარჯვება ირანიც რა თქმა უნდა გამარჯვებას გამოაცხადებს ეხა ეს პროპაგანდისტული ომია ყველაფერთან ერთად მაგრამ ალბათ ის პირველადი გათვლა იყო თუ არა ეს გათვლა არ ვიცი რომ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ უნდა უფრო თქვათ პირველ სამ დღეში ესე თუ ელვისებური ეფექტი ყოფილიყო რადგან ეს არ შედგა უკვე მერე პრობლემებმა იმატა კეთილი მადლობა დაველოდოთ მოვლენთა